ნორმალურ შემთხვევაში ჩვენ ახლა ადვოკატები ამ დარბაზს უნდა ტოვებდეთ, იმიტომ რომ ეხლა რა წოდდება გადაწყვეტილებების რა მინახავს, მაგრამ იმ გადაწყვეტილებებში რეკორდი მოხსნა, იმ გადაწყვეტილებებში. ამაზე შემდეგ კიდევ ვისაუბრებ, მაგრამ არ დავტოვებთ ჩვენი დაცვის უფლების ქვეშ ყოფს ამ წუთას დაცვის გარეშე და თან გაიძულებთ, რომ ჩვენი პოზიცია მოისმინოთ არაერთხელ, ამიტომ ვაგრძელებთ ამ პროცესს. ჩვენ ამ წუთას ამორიცხეთ ის მტკიცებულებები, რასაც ახდენობს ბრალდება პატიმრობას. ეს თუ აქვს სასამართლოს გააზრებული, როგორ მაინტერესებს, ბრალდებამ ამ წუთას ისაუბრა აღკვეთის ღონისძიება შეფარდებული სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების საფუძვლად დადებული და ორადორი გაემორდა. მტკიცებულებების განადგურების საფრთხე თავისი ვარაუდებით დონეზე და არა დოკუმენტების დამტკიცებულებების დონეზე და ახალი გადაშაულის ჩადენის საფრთხე. ახალი გადაშაულის ჩადენის საფრთხე სწორედ ეხმარებოდა იმ მტკიცებულებებს, ანუ მის პირველ ადმინისტრაციული წესის დაკავებას და სასამართლოს ჯერ ბრალდებას და მერე სასამართლოს იმდენად ეშინა ამ მტკიცებულებების, ამ წუთას სასამართლომ ამორიცხა გზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესის დაკავება, რომელიც ნახა მთელმა საქართველოს, ნახა არამხოლოდ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა ქვეყანა ნახა, დიპლომატია ეწეოდა ყველას აქვს ნანახი, სადაც მას პირადად დაკავებს ბესელია, ადმინისტრაციული წესით. აი ეს ვიდეო ამოვიწყეთ ამ წუთას და მის პატიმრობას ბრალდება ასაბუთებდა ამ ვიდეოზე მისი ადმინისტრაციულ დაკავებაზე დაყრდნობით. სასამართლოც ასე გაამართლა მისი პატიმრობა ახალი განაშაულის ჩადენის საფრთხე. ერთხელ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდამტკიცება და კიდე ჩაიდესო. სხვა ამბავია, რომ სასამართლომ არ იცის, რომ ახალი განაშაულის ჩადენის საფრთხე არ უკავშირდება ადმინისტრაციულ სამართალდამტკიცებას, მაგრამ მაინც თქვენ ამ წუთას როგორ უნდა ეშინოდეს ბრალდება და სასამართლოს სიმართლის თვალებში შეხედვის ვიდეო კადრი, სადაც ჩანს ადამიანს როგორ აკავებენ და ეს კადრი აჭარის ტელევიზიას არა, მაგრამ სხვა არაერთი ტელევიზიის კადრი არსებობს, თან ვიდეოები ამორიცხეთ, ეს ხო ახალი პრაქტიკაა ჩვენს მართლმსაჯულებში, სერვერებს გააქრობენ, კვალი წაშალონ, ანუ ვიდეოც არ უნდა არსებობდეს ამ საქმეში. ეხლა მიუბრუნდებით თავად მზიას პატიმრობის კანონიერებას არაერთხელ ვისაუბრია და იმდენად მიინტერესოა ეს ამბავი ბრალდებისთვისაც და იმდენად ამაზე დროის დახარჯვა არ უნდა ოფისით შემოიფარგლა. ბრალდება მიამატა მიმალვის საფრთხე, რასაც უნდა უცნაური იყოს, რომელიც თავის დროზეც არ გაუზიარებია სასამართლოს, იმიტომ რომ მიმალვის საფრთხე რანაირად, მიმალვის საფრთხის პრევენციის უამრავი ღონისძიება არსებობს, ან რა მტკიცებულება ქონდა მიმალვის საფრთხის, მაგრამ ეხლა დაამატა ახალი მიმალვის საფრთხის და თან თუმცა ახალი განაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ ძალაშია თქვა, ანუ ახალი განაშაულის ჩადენის საფრთხე მათი ლოგიკით უკავშირდებოდა პირველ ადმინისტრაციულ სამართალდამტკიცებას, რომლის არ მარტო ვიდეო ამორიცხეთ თქვენ და არაერთი ვიდეო, ის მოწმეებიც ამორიცხეთ, ვინც თვითონ იღებდა ამ ვიდეოს და მოვიდოდა და სასამართლოზე იტყოდა, რომ ვიდეოს მე ვიღებდი, თან ვუყურებდი, ის მოწმეებიც ამორიცხეთ, რომლებიც უყურებდნენ, როგორ დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესი, ასეთი შეშინებული მართლმსაჯულება არ მინახავს. მინახავს უკანონო, მაგრამ ასეთი შეშინებული არ მინახავს. მიუბრუნდები კონკრეტულად განჩინებას, რითიც მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლომ დაადგინა პატიმრობა. როგორც უკვე ვთქვი, პატიმრობის გამოყენების ერთი საფუძველი იყო მტკიცებულებების განადგურების მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. სასამართლომ მიიჩნია მაშინ, რომ მზია ამაღლობელის მიერ მტკიცებულებების განადგურების მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობდა. მზია დააკავეს 12 იანვარს, აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს 14 იანვარს და პროკურორის შუამდგომლობაში მაშინ მითითებული იყო, რომ გამოძიებას დასადები ყავდა ვიდეო ჩანაწერებში, არაერთი ყავდათ იდენტიფიცირებობდა მოეწინათ არაერთი პირის და შესაძლოა ამ არაერთთან მზია ამაღლობელს ჰქონოდა რაიმე კავშირი და აი ამ რაიმე თეორიული კავშირების და თეორიული ზეწოლების არსებობის საფრთხე არსებობდა, ვითომ მაშინ და სასამართლომ ამ გარემოებით გათვალისწინებით დაადგინა პატიმრობა. დღეს გამოძიება დასრულდა, წინა სასამართლოს სხდომაზე ვარ. საქმის მასალები წარმოდგენილია სასამართლოში პუნქტსა აგერ 9 საათის წინ მოსამართლე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი თითქმის ყველა მტკიცებულება
დასრულებულია საქმის განხილვის სასამართლო ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებას გააწიე გამოწიე ყავს 7 მოწმე პოლიციელი, მერე არის თავად დაზარალებული და მტკიცებულება ერთადერთი, რომლის გარდა ყველა მტკიცებულება ამოხარა ამ წუთას მოსამართლეს საქმიდან და საქმეში დატოვა მხოლოდ 42 წამიანი კადრი. ესე იგი არ უნდა გავიხედოთ არც არის არც მანა და არც ნერა. ანუ ეს არის რაც არის. დღეს ამ მოცემულობით მოწმეებზე, მტკიცებულებებზე, ზეწოლის არ ვიცი რა საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ რა. ვისი გამოკითხვაც უნდათ და მათ უნდათ პოლიციელების გამოკითხეს და დაამთავრეს და წარმოადგენს 42 წამიანი ასე ვთქვათ ვიდეო ფილმი. ყველა სხვა მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, მოსამართლე აი ეს ერთი ხელის მოსმის სრულიად უსაფუძვლოდ ამოხარა საქმიდან, ვერ მაჩვენებს სასამართლო გადაწყვეტილებას, სადაც წინა სასამართლო ეტაპზე რომელიმე მოსამართლეს ამოეყარო დაცვის მხარის მტკიცებულების საქმიდან, ანუ რელევანტურობის წინასწარმეტყველები რა ეწერება იმ დასაბუთებაში, რელევანტურობის მსჯელობას დაიწყო სასამართლო და აქედან გააკეთეს დასკვნა, თუმცა ამას გავასაჭიროებს და მე ვიპასუხებ ამას. შესაბამისად, დღეს, როდესაც საქმე სასამართლოშია, ორივე მხარი მტკიცებულებები მოტანილია და ნახევარშორა დაბარა სასამართლო მართლიდან. თავად ინციდენტი, რომელიც უნდა შეაფასოს, სულ რო ჩააჭრა მანამ და მერე ეპიზოდები და მარტო 42 წამიანი ინციდენტი რო იყოს შესაფასებელი. ეს ინციდენტიც ასახულია ვიდეო კადრზე, ანუ არსებობს და ასახულია. ამიტომ წარმოუდგენელია სასამართლომ რაიმეს დააყრდნოს მოწმეებზე სამართალწარმოების პროცესზე ზეწოლის გონივრობა. ამასთან ეს დასაბუთება უნდა ეყარებოდეს არა დაშვებებს, რაღაცა მსჯელობებს, რომ ჩვენ გონია და ჩვენ თვლით. ჩვენ არ გონია და რას თვლით არ არის საინტერესო. საინტერესოა კანონი როგორ უყურებს ამ საკითხებს. ამიტომ ბრალდებამ ვერ დაასაბუთა რა თეორიული საფრთხეები შეიძლება ამ თვალსაზრისით არსებობდეს, თუმცა ამ თვალსაზრისით მე მგონი ისაც სხვა რომ აქეთ საფრთხეებს ვერ ხედავს, თუმცა ამ თვალსაზრისით მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე სრულიად გამოცვლილია ამ საქმეს, იმ პირობებში არც თავიდან არ არსებობდა ეს საფრთხე. ეხლა ახალი გადაშაული ჩადების საფრთხეზე გადავიდეთ, რომელიც თავის დროზე სასამართლო მიუძღვნა მეოყატირობის გამოყენების მეორე საფუძვლად. ამ საფუძვლის დასაბუთებისას სასამართლო მიუთითა, რომ წარდგენილი ბრალი არის წინა კატეგორიის, რომელიც შევა აქედან აქამდე და რომ მანამდე მზია ამაყობელი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით 173 მუხლით. და პოლიციამ თუმცა იხელმძღვანელა საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილებით და გაანთავისუფლა ადმინისტრაციული დაკავებიდან. და მიუხედავად ამისა, მან გადააკეთება თავდასხმა პოლიციაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოსათვის უცნობი იყო ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა ეს სამართალდაარღვევა წინა ადმინისტრაციული მართლმსაჯულობაში, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა სასამართლომ მაინც გაითვალისწინა ეს სამართალდაარღვევა მისი ცევის შეფასებისას და სწორედ ამ გარემოების გამო დაასკვნა, რომ არსებობდა ახალი დანაშაული ჩადების საფრთხე. თავად ადმინისტრაციული დაკავება და შესაბამისი დაკავების ოფლი, რაც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გაასაჭიროა მზია ამაღლობილობა. თუმცა დღემდე ამ ასაჭიროების შედეგი ჩვენთვის არ არის ცნობილი. დღეს ბრალდება, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ახალი დანაშაულის ჩადების საფრთხე ისევ არსებობს, თქვა და არსებობს ეს გარემოება. შესაბამისად, ეს ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი გარემოება არის ამ საქმის შეფასებისას, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. რამდენად კანონიერი იყო ეს დაკავება, რამდენად სწორად დააკავა. სასამართლომ იზრუნდა იმისთვის, რომ ყველა ეს მტკიცებულება ამოეყარა ამ საქმიდან. სასამართლომ ამოყარა ეს მტკიცებულებები, როგორც არარელევანტური. სასამართლომ თქვა, რომ ამ მტკიცებულებებს ამ საქმესთან შეხება არ აქვს. მაშინ როგორ უნდა დააყრდნოთ მისი პატიმრობა ადმინისტრაციულ დაკავებას? თუ ადმინისტრაციული სამართალდაარღვევა და მასთან დაკავშირებული მტკიცებულებებზე ამ პროცესზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ და არ არის საინტერესო ბრალდებისთვის, მისი პატიმრობისთვის როგორ იყენებთ ადმინისტრაციულ დაკავებას? ამითია დასაბუთებული მისი უკანონო პატიმრობა, რომ მან ჯერ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდაარღვევა და შემდეგ ჩაიდინა დანაშაული და დაცვის მხარეს არ მიეცით საშუალება საერთოდ ამ პროცესზე ადმინისტრაციული დაკავების გარემოებებზე რჩევა და მისი პატიმრობის
დასაბუთებისთვის იხენებთ მის ადმინისტრაციულ დაკავებას, ისე რომ ყველა ჩვენი გასწრით მიცემულებებს ყრით საქმიდან. ან რამის დღეს საქმეში ამ კუთხით დევს ისევ ის ოქმი მისი ადმინისტრაციული დაკავების, რომელიც არის ყალბი ბევრი გარემოების გამო. ჯერ არის ყალბი იმიტომ, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომ მას აკავებს სხვა ადამიანი და სასამართლოს არ შეცვალა ისე რომ იყო ეს მტკიცებულება საქმიდან. არც ბრალდება შეცვალა ამ შუამავლობის დაყენება, რომ ეს ვიდეო მტკიცებულება სადაც ქვეყანა უყურებს, როგორ აკავებენ მზიას და ისაც ვერ გაისხა სასამართლო, რომ ამაზე ემსჯერა მე სასამართლოს. ეს მტკიცებულება ამოიღო საქმიდან. არ არსებობს მტკიცებულება, არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ამას აკრძალავს მის პატიმრობასაც, რომ მზია ამაღობელმა პოლიციელს რაიმე შეურაცხყოფა მიახენა. რაიმე არათუ ის სიტყვიერი ვერბალური შეურაცხყოფა. არაფერი არ არსებობს. არსებობს ერთადერთი ადმინისტრაციული დაკავების მის კანონო, რომელიც დატოვა საქმეში არის დატოვებული, ჩვენ ამ მისი ამოღება არ გითხოვია, არ გიშუამდორი, იმიტომ რომ უკანონოა ეს ოქმი. და ამ ოქმის უკანონობა ჩვენ ვასაბუთებდით ჩვენი სხვა მტკიცებულებებით. სასამართლომ ამოყარა ეს მტკიცებულებები და დატოვა მისი უკანონო დაკავების ოქმი. ამიტომ დღეს ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა ასაბუთოს სასამართლო მეორე გარემოება, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მაშინ, როდესაც ყველა ახალი მტკიცებულება ჩვენი, რომელიც არ იყო სხვათა შორის აღკვეთის შეფარდების სტადიაზე წარმოდგენილი სასამართლოსთვის, იმ სასამართლოს კიდე აქვს გამართლება, რა თვალსაზრისით იცით, იმ სასამართლოში არ იყო წარმოდგენილი ვიზუალური ვიდეოები, სადაც ბესელია თვითონ აკავებს, სადაც ბესელია ამბობს, რომ აკავებს, ბესელია ძლიერად ემასებობს კითხვაზე და განმარტებას აძლევენ იქ მოქალაქეებს, რომლებიც კითხულობენ მისი დაკავების საფუძველს, რომ აკავებს სტიკერის დაკვრვის გამო. ეს მტკიცებულებები იმ საქმეში არ იყო. წარმოვადგინეთ ამ საქმეში სწორედ იმ საფუძვლის საჩვენებლად სასამართლოსთვის, რომ ეს საფუძველი არ არსებობს საქმეში მზიას პატიმრობის გამართლებისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, იმიტომ რომ პირველი დაკავება იყო უკანონო მისი, მაგრამ ამ სასამართლომ ამოყარა ეს მტკიცებულები გადააგდო და რა მორალური საფუძვლით უნდა იმსჯელოს ეხლა სასამართლომ ამ საფუძვლის არსებობაზე ჩემთვის წარმოუდგენელია. ან ისევ ის დაკავების ოქმზე უნდა ილაპარაკოს ამ სასამართლომ, რომ ის დაკავება ადმინისტრაციული დაკავება იყო თურმე კანონიერი, იმ ადმინისტრაციული დაკავებით უნდა გაამართლოს 2 თვის მერე კიდევ მისი უკანონო პატიმრობა. აი ეს მოცემულობა შეიქმნა ამ საქმეში. თქვენ გინდათ თუ არ გინდათ და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ კიდევ ძალიან დიდი ხანი. მზია ამაღლებელისათვის პატიმრობის შეფარდებისას, როგორც უკვე ვთქვი, ეს ვიდეო ფილმი არ იყო მაშინ წარმოდგენილი, შემდეგ არაერთხელ წარმოვადგინეთ ამ პროცესზე და ეს ვიდეო ფილმი გადაყარეთ თქვენთან საქმიდან. ამ ვიდეო ფილმში ჩანდა, რომ დააკავა ბესელია მზია ამაღლებელი, მაშინ, როდესაც დაკავების ოქში დამკავებელ პირად მითითებულია სხვა პირი აბსოლუტურად და ის სხვა პირის მოხდეს ფოტოშოპის სამსიები ბესელიასთან ერთად. დაკავების ოქმის თანახმად დაკავების მოტივად მითითებულია შემდეგი, რომ 11 იანვარს თურმე მზია ამაღლებელი პოლიციის შენობასთან შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ეძახდა ძალებო ყორებო და რუსეთის მონებო. ამ დაკავების კადრებში ჩანდა, რომ მზია ამაღლებელი უხმო დააკარავს ტიკეტს პოლიციის შენობის ღობეზე, ხმას არიღებს, ბესელია მას აკავებს ამ ტიკეტის გამო, განმარტებასაც იძლევიან, რომ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის 150 მუხლით, უხმოდ ემორჩილება მზია ამაღლებელი მის უკანონო დაკავებას და შეყავ იგი პოლიციის შენობაში. აი ესე ნიშნავს ამ ფილმზე. თქვენ ეს ვიდეო ფილმი ამოყალიბეთ. ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის მინდა გაგიმარტო. რატომ არის რატომ იყო კიდევ მისი დაკავება უკანონო? იმიტომ რომ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსი 150 მუხლით, იცით ეგონა თუ აკავებდნენ მზია ამაღლებელს, საერთო და ძალითვალისწინებ დაკავების უფლებას, მაგრამ რაც არ უნდა სამარცხნიო იყოს, ასევე ეს პოლიცია არ იცოდა უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში იცოდა და განმარტება არ გქონდა. პოლიციამ დააკავა სხვა მუხლით, შემდეგ აღმოაჩინა, რომ ამ მუხლით ადმინისტრაციის დაკავების ოქმის ვერ გააფორმებდა, ამიტომ გააყალბა დაკავების ოქმი, მიუთითა, რომ ვითომ დააკავა 173
და თქვენ გაცვას ამ ეტაპზევე წაართვით ეს მტკიცებულება ყველანაირი ამ მტკიცებულების განხილვასა და შეფასების უფლებაში შესვლის გარეშე. უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს სხვათა შორის. არც იმ მოსამართლემ არ იცოდა და ეჭვმარს რომ სხვამაც არ იცის ეს. მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს ხელწერის საფუძველზე, იმ განჩინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ პოლიციამ დისკრეცია გამოიყენა, კეთილი ნება გამოიყენა და გაათავისუფლა მზია ამაღლობელი ხელწერის საფუძველზე. მაგრამ ხელწერის საფუძველზე გაათავისუფლებას და მის დავალდებულებას პოლიციაში გამოცხადეს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდამცავი კოდექსი. ამიტომ ეს ხელწერის პოლიციის უკანონობა და თვითონებობა იყო, რომლითაც დაავალდებულებს განიშვეთ, მაგრამ შემდეგ უნდა გამოცხადდეს და სასამართლომ ეს ჩათვალა დისკრეციად და ამითიც დაასაფუთა მისი უკანონო პატიმრობა. ამიტომ დღეს საქმეში წარმოდგენილია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული აღარ წარმოდგენილი, ორი ვიდეოფილი იყო წარმოდგენილი ზუსტად ამ მისი დაკავების, სადაც ვიზუალიზირებული იყო მისი დაკავება და სასამართლომ უარი თქვა ამ კადრების შეხედვაზე. ძალიან მაინტერესებს რას გაცეთ თქვენ განჩინებაში. სასამართლომ რატომ თქვა უარი შეხედოს ამ კადრებს, ანუ რატომ თქვა უარი სასამართლომ ხედველობაზე, სმენაზე, ის ვერ დაინახო გესმის მაინცა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა არც მინდა დავინახო და არც მინდა გავიგო. მე არ გამიკვირდა რომ ბრალდება მნიშვნელობა, გამიკვირდა რომ ბრალდება მხარია და იცის სადაც უჩის და ჩამოარაკარაკა ერთიანად დაცვიში უამრავლობელი, მაგრამ სასამართლომ თქვას რომ არც მინდა ბრნა